აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა. ომში დაღუპულ მეომართა დედებმა სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს. ამავე დროს ხაზი გაუსვეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და ამ მიმართულებებით განსახორციელებელ პროექტებში მათი ჩართულობის აუცილებლობას. როგორც აღინიშნა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება. ეს ჩვენი შვილების გახსენება, მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში წვლილი მიუძღვის. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ისევ აფხაზეთის მთავრობას ვახსენდებით ჩვენ. ყველას უსურვებ, რომ შვილები გამრავლდნენ და კარგად ყავდეთ. გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ მოფერებოდით შვილდაკარგულ დედებს, ომში მონაწილეთა ოჯახის წევრებს. მათ შორის დაღუპულთა შვილებიც იყვნენ აქ წარმოდგენილი. ზოგმა შვილი შესწირა, ზოგმა ძმა შესწირა. ჩვენ დავშორდით ერთმანეთს იმედით, რომ დავბრუნდებით აფხაზეთში და აფხაზეთში გავაგრძელებთ იმ ცხოვრებას, რაც ცხოვრებისათვის იბრძოდნენ და ზოგიერთმა სიცოცხლე შესწირა იმ ომს.